რა შურებით აბა? გამოხვედით უკვე ახალწლ სეზონიდან თუ ჯერ ვერა. როგორც იქნა დაიწყო ახალი წელი და დაიწყო ის მორიგი იდიოტური სკანდალით. და რა თქმა უნდა, მე აქ ვარ, რომ ის თქვენთვის განვიხილო და თქვენთან ერთად ვიღადაო. წლის პირველი ვიდეოც ასეთი უნდა. როგორ მიყვარს, როდესაც მდიდარი და პოპულარული სელებრიტები ცდილობენ relatable იყვნენ და ამით მოიპოვნის ერთადერთი რამ, რის იყიდვაც არ შეუძლიათ. ხალხის პატივისცემა. არ ვიცი შაშანდელი დრამა თუ გახსოვთ, რომელშიც ილონ მასკმა გაყო თავი, როდესაც ის იტყუებოდა, რომ სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო Path of Exile 2-ში და თავისი აკაუნტიც კი გამოაჩინა მტკიცებულების სახით. შემდეგ კი გაირკვა სტრიმზე, რომ საერთოდ გარტყმაში არ არის იმის, რას აკეთებს და მთელი ეს დრო ის ვიღაც ჩინელ ტიპებს უხდიდა ფულს, რომ მისი აკაუნტი აებუსტად, სანამ ის თვითონ თავისი საქმეებით იყო დაკავებული. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გეიმერების თვალში ქულები დაეწერა და მათი რესპექტი მოეპოვა. ჩვენი დღევანდელი ვიდეოს გმირი, თავად მისტერ ბისტი, სოფლიოს ტოპ-1 იუთუბერი და მთავარი ფილანტროპიც მსგავს სიტუაციაში გაება. ოღონდ ამჯერად ის გეიმერების ნაცვლად ანიმეს მოყვარულების თვალში ცდილობდა ქულების დაწერას. სანამ ვიდეოს თემაზე გადავალთ, გთხოვთ გამოეწევოთ არხი თუ აქ პირველად ხართ. დატოვოთ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შეიცავს 5-11 სიტყვას და დალაიქოთ ვიდეო, რომ ალგორითმა უკეთ გააპიაროს ის და მეტმა ადამიანმა შეძლოს მისი ნახვა. წინასწარ მადლობა. ყველაფერი დაიწყო დეკემბრის ბოლოს, როდესაც მისტერ ბისტმა, iShow Speed-მა და სხვა დიდმა ინტერნეტ სელებრიტებმა ერთდროულად დაიწყეს ანიმეზე, კონკრეტულად კი One Piece-ზე საუბარი. ხო აი ესე არ საიდან ყველას ერთდროულად გაახსენდა მისი არსებობა. რაც უკვე ძალიან საეჭვოა და აშკარად რეკლამის სუნი ასდის. უყურო One Piece. იმდენი სერია მეშინია. დაწერა ბისტმა Twitter-ზე და კომენტარებში Speed-მა უპასუხა. ეს შენ ცხოვრებას შეცვლის ჯიმი. და აი აქედან დაიწყო ყველაფერი. სწორედ ამ დროს Speed-მაც და Beast-მაც პროფილის ფოტოები ლუფიზე შეცვალეს. ტიპმა ერთ სერიას უყურა და უკვე პიფიპი შეცვალა, რაც კიდევ უფრო ზდიდა საიდუმლო რეკლამის ეჭვებს. და არც ის უწყობდა სიტუაციას ხელს, რომ Speed-მა თვითი დაწერა, სადაც თქვა, რომ Netflix-ის ლაივ ადაპტაცია ურჩევნია ორიგინალ ანიმეს. სამწუხაროდ ეს თვითი წაშალა და მისი ჩვენება არ შემიძლია, მაგრამ ხალხის რეაქციიდან გამომდინარე, მარტივია იმის მიხვედრა, რომ რაღაც მსგავს შეიცავდა ის. და როგორც მოსალოდნელი იყო, მალევე Netflix-ის ოფიციალურმა აკაუნტმა დაანონსა One Piece-ის live action ადაპტაციის ახალი სეზონი. ამის შემდეგ ხალხი დარწმუნდა, რომ მართლა საიდუმლო რეკლამას ჰქონდა ადგილი. რაც თუ არ ვცდები ამერიკის კანონმდებლობის თანახმად არალეგალურია, როდესაც რეკლამას აკეთებ, აუცილებელია ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს რეკლამაა. მაგრამ თუ ვცდები, შემასწორეთ კომენტარებში. ასევე რეკლამაში ბრალდებებთან ერთად გამოჩნდა უამრავი ხალხი, რომელიც Beast-ს ტურისტს ეძახდა და ანიმეს ფანების თვალში ქულების დაწერის მცდელობებში ზდებდა ბრალს. ვინც არ იცის ანიმე წრეებში სიტყვა ტურისტით მოიხსენიებენ იმ ხალხს, ვინც ზედაპირულად უყურებს ანიმეს, მხოლოდ იმას იცნობსაც პოპულარული და ტრენდულია, არ სცემს პატივს ორიგინალურ იაპონურ კულტურას და ავტორის ხედვას და ითხოვს ცენზურას ან ცვლილებებს თავისი პირადი ან პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ბრალდებებმა მისტერ ბისტი ძალიან გააღიზიანა და მან შემდეგი თვითი გვაჩუქა. რეკლამა არაფერს უაშია, უბრალოდ არ დადეგებზე როგორც იქნა გამოუნახეთ, რომ ჩაუმჯდარიყავი. უამრავი ანიმე მაქვს ნანახი, ალბათ უფრო მეტი ვიდრე იმ ადამიანების 90%-ს, ვინც ამ თვითს კითხულობენ. ნუ მეკცევით ისე, თითქოს ანიმეს ყალბი ფანი ვიყო. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი დაერწმუნებინა. ამას ბულშიტის სუნი ազდის. აბა ლუფი ვინ არის? ეს ტიპი ყველაზე ყალბი ფანია ანიმეს ისტორიაში. სამართლიანობისთვის ის უნდა ითქვას, რომ ჯიმის ჯერ კიდე 2018-19 წლებში ჰქონდა თვითები ანიმეზე, მაგრამ მისი განხილვები არასდროს ცდებოდა დიდ სამს და ზოგადად სუპერ მეინსტრიმულ პროექტებს, რაც მის წინააღმდეგ მუშაობდა ანიმე ტურისტის ბრალდებებში. სიტუაცია კიდევ უფრო გააფუჭა იმან, რაც მოხდა ცოტა ხანში ჯეისონზე ვინთან ერთად მოწყობილ სტრიმში, სადაც ჯეისონმა მას ბოლო მოვლენებზე ჰკითხა და ჯიმის აი ესეთი პასუხი ჰქონდა. Tweets about you saying, should I watch One Piece? Right? Yeah. Did you actually go and watch One Piece? Yes. Oh, bro, two things. Before I answer that, holy shit. The One Piece fan base can be so toxic. They're like constantly like he's not actually watching it. He's just trying to latch on to our anime to milk us for our audience and blah blah. Let me say something.
and it probably is a negative for me to say this, but I've seen more anime than all you little anime clowns with your anime PFPs on Twitter out there. I have. Like, go dig through my Twitter. I've got Guardians of the Galactic Hero. I was tweeting about that shit back in 2019, 7 years ago. I've been tweeting about anime since before some of you motherfuckers were born. Okay, so first off, back off, call me a phony, trying to bandwagon on One Piece for attention. Y'all are crazy. I've watched all 700 episodes of Naruto. It's ridiculous. Top 3 animes. Თქვენი აზრი რამე შეცვალა ამ პასუხმა? რა თქმა უნდა არა. ვაუ, ნარუტოს 700 სერია გაქვს ნანახი. ისევე როგორც ყველას ვინც ანიმეს მოყვარულს ეძახის თავს. აშკარა, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა ჯიმიზე ეფექტი და ისიც არა უმჯობესებდა სიტუაციას, რომ არაფერი ითქვა საიდუმლო რეკლამის ბრალდებებზე. რაც უფრო მძიმე ბრალდებაა ვიდრე fake ფანობა. მაგრამ ყველა ეს ასაცილო ამის შემდეგ დაიწყო. როდესაც ჯეისონმა სთხოვა Mr. Beast top 3 ანიმე ჩამოეთვალა. Well, for me, okay, wait, honestly, this is like arguably the most serious question you could ever ask me. I can't. Going up. Holy Yeah, shit, I it's getting a can't. little hot. I can't answer this one wrong. Top 3? Oh god. Honestly, like I kind of need to pull up my anime list if I'm gonna answer that. I really gotta I can't. This is some serious shit. Like I can't just dome that. You want me to go first? Yeah, you go first. I can't. Attack on Titan #1. Of course. And I'm not just saying that because you said it. Attack on Titan definitely in top 3. Attack on Titan storyline, the foreshadowing, shadowing peak, and I love the ending. I don't care what people say. Same. The ending was beautiful. Same. Okay. Second, I'm have to go with Naruto. It's a classic. Bro, same. I fucking love Naruto. Now you're just No. Naruto is great. Number 3, Frieren. Frieren. Yeah. Okay, I pronounced it wrong. Really? Are you just saying that because that's number 1 on my anime list, or did you actually? No, that was a performative one. I'm not gonna lie. I watched like 2 episodes of that, and I didn't watch the rest. Okay, I was about to say I finished all of Frieren. It's good. I really like it, but it's not like I don't think it should be number 1 on my anime list. No. I don't. But it should definitely be like top 30. არ ვიცი ამაზე ტურისტული რეიტინგის შედგენა თუ არის ფიზიკურად შესაძლებელი. არასდროს არ გამიგოთ, მეც მაქვს Naruto top 3-ში და ჩემი ტოპიც არანაკლებ ტურისტულად გამოიყურება. Evangelion, Nier Automata და Naruto მაქვს ტრიოში. მაგრამ მე არ გავიძახი ბოლო ხმაზე, როგორი ანიმე ფანბოი ვარ. რანაირად შეიძლება ესე დაიბნე და My Anime List-ის გასახსნელად გაიქცე, არ ვიცი. Top 3 თუ არა, top 2 მაინც უნდა გარკვეულად იცოდე. კაი, მესამეს გადაწყვეტა საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ ბევრი პროექტია, რომელიც ყურადღებას იმსახურებს და არ გინდა ისინი დაჩაგრო. მაგრამ come on, man, ამაზე პოზერულად როგორ უნდა გამოჩნდე, არ ვიცი. მოკლედ ძალიან უცნაური რეაქცია ჰქონდა ჯიმის და რადგან პოზერობას შევეხეთ, ჯეისონის რეაქციას უნდა გაუსვათ ხაზი. Frieren 2 სერიას უყურე, მაგრამ top 3-შია. გადავის გარეშე ისე Frieren მართლა ძალიან მაგარია და გირჩევთ უყუროთ, მე-10 ადგილზე მაქვს ჩემ ტოპში. ზოგადად მინდა მომავალში ჩემ ტოპ-10 ანიმეზე გადავიღო ვიდეო, წესით საინტერესო იქნება. მოკლედ, ბრალდებები გაგრძელდა და Mr. Beast-მა გადაწყვიტა, რომ წერტილი უნდა დაუსვას ამ უსამართლობას და თავისი ანიმე ლისტი გამოაქვეყნა. ეს სრუბრალდებებია, დამიძახეთ ბანზი, დამიძახეთ უცნაური, მაგრამ არასდროს დამიძახოთ ანიმეს ყალბი ფანი. უამრავი ანიმე მაქვს ნანახი, გიჟები ხართ. აი იმ შოუების მცირესია, რომელიც ნახე. ეს მკრეხელობა უნდა შეწყდეს. მოკლედ რომ აღწევთ ეს სია, აი ისე გამოიყურება თითქოს დაგუგლა 20 ყველაზე პოპულარული ანიმე. ისე ვიმეორებ, რომ არც მე ვარ დიდი ოტაკუ, ალბათ სულ 30 ანიმე მაქვს ნანახი, მაგრამ სოფლიოს ტოპ 1 იუთუბერისგან და სავარაუდოდ უკვე მილიარდელისგან ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ და კრინჯულად გამოიყურება. ვერთო ჩემო, ზუსტად ილონს გავხარ. ამდენი ფული გაქვს და 1 გრამი პერსონალითიც კი ვერ იყიდე. მართლა მჯერა რომ უბრალოდ რამდენიმე პოპულარული სერიალი დაგუგლე, Your Name-იც მიაყოლე და ახლა იმის გამოტირი, რომ ხალხმა გაიგო სინამდვილეში რა მატყუარაც ხარ. უი საწყალი, როგორ მეწოდები, ვაი მდიდარი კაცი ვარ და იმაზე ვტირი, რომ ანიმეს fake ფანი დამიძახეს. სხვა უკეთეს საქმე ხომ არ მაქვს ცხოვრებაში. ყველა დროის ყველაზე დიდი კონტენტ კრიეიტორი Mr. Beast-ი Twitter-ის ამ engagement-ზე დაგეშილ გვერდებზე როგორ ეგება. ასეთ რამეს სპეციალურადაც ვერ მოიფიქრე, bro. კულმინაცია ის იყო, რომ ამ ყველაფრის შემდეგ Beast-ი VTuber-მა პიპკინ პიპამ დაარეშივა Twitter-ზე და უთხრა, რომ მისი სია მძღნერია და წავიდეს მეიდინაბის უღუროს. როცა VTuber-ი გარეშიოებს, იცი რომ ქუქთ ხარ. რის თქმა შემიძლია ბოლოში არ მესმის რატო არიან ეს სუპერ მდიდარი და პოპულარული ხალხი ასეთი დამოკიდებულები ხალხის მხრიდან სიყვარულის მოპოვებაზე. არა, მესმის თავიდან ბოლომდე ეგოს ამბავია, მაგრამ კაი რა,
უკვე მოიგია ცხოვრებაში, ყველაფერი გაქვს, რატო არ გკიდია ინტერნეტ ნოუნეიმები, რას ფიქრობენ შენზე? დადგმი ცხოვრებით წადიკიდე 100 ჭააშენი აფრიკაში და იყავი ბედნიერი, მაგრამ არა, ვალიდაცია გჭირდება პუბლიკისგან. ხო და გჭირდება და მიიღე. შეჯამებისას მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ don't be fake, ადვილად იკითხება, როდესაც ადამიანი იმათ ასაღებს თავს, რაც არ არის და ეს ყოველთვის იმის საპირისპირო შედეგებს იწვევს, რომლის მიღწევასაც ცდილობდი. დაწერთ თქვენი აზრი კომენტარებში, ასეთი მოკლე და სასაცილო გამოდგა 2026 წლის პირველი ვიდეო. წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველის. თუ აქ პირველად ხართ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ ნებისმიერი კომენტარი, რომელიც 5-ან მეტ სიტყვას შეიცავს და ასევე არიზავთ ცუდს, თუ გამოიწერთ სტრიმების ჩანაწერების არხს, თუ ის კონტენტია, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. მე კი უკვე მომავალ ვიდეოში შევხვდებით, მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.